შენდება თუ არა ვაკეს საბურთალოს ნამაკავშირებელი ახალი გზა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სპეციალური კომისიას ტიკის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათა შორისმა ჯგუფმა, რომელშიც მეცნიერებათა აკადემიის წევრები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები შედიან, დღეს პირველი სხდომა გამართეს. მთავარი მიზანი არის ხეობაში არსებული ვითარების შესწავლა, რისკების დადგენა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის აღდგენა. დღეს შეთანხმდნენ მუშაობის გრაფიკზე და ზოგადად ისაუბრეს იდეებზე. გიორგი ფუტკარაძემ გააშუქა ეს სხდომა, ის პირდაპირ ეთერში უკვე მოამბის სტუდიიდან ისაუბრებს. გიორგი, რა ინიციატივა გაჟღერდა დღევანდელ შეხვედრაზე? თამარ, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა. პირველ რიგში ეს ეხება ვაკეს საბურთალოს დამაკავშირებელი არსებული გზის საფარის აღდგენას. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გზის აღდგენა უნდა მოხდეს ამ ეტაპზე, თუმცა სამომავლოდ უნდა დაიწყოს სამუშაოები ახალ გზასთან დაკავშირებით. თუმცა როგორი იქნება ეს ახალი გზა, გაივლის თუ არა კვლავ ვერეს ხეობას, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, ვინაიდან შეხვედრები გაგრძელდება ინტენსიურ რეჟიმში და ამის შემდეგ მოხდება რაიმე კონკრეტულ იდეაზე შეჯამება. ვერეს ხეობის და მის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის სრულად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. კომისია მიიღო გადაწყვეტილებები, რომ უნდა შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები. თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტულ დონეზე შეისწავლიან ყველა პრობლემატიკას, რაც უკავშირდება ზოგადად მდინარე ვერეს ხეობის, ასე ვთქვათ, მდინარე ვერეს ხეობას. ამის შემდეგ იქნება აზრთა გამოცვლა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შორის და შესაბამისად გადაწყვეტა ამ საკითხის. ასე რომ პროცესი დაიწყო, ძალიან კარგია რომ ეს პროცესი დაიწყო. შესაბამისად იქნება გზადაგზა მიღებული გადაწყვეტილება. შეიკრიბა კომისია, ექსპერტები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას, აღდგება ეგ გზა თუ დროებით, თუ აღარ აღდგება და ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. ამაზე მიიღებენ ექსპერტები გადაწყვეტილებას. მოკლევადიანი გადაწყვეტილება, როგორ აღვადგინოთ სატრანსპორტო არტერიები და ცოტა უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, როგორ გავაუმჯობესოთ. ანუ ახალ გეგმამდე ახალ გზაზე მოძრაობა ახდება? აი ხვალ იქნება მაგაზე ბატონ დავით ნარმანიასთან მსჯელობა. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ, იქნება დროებითი გადაწყვეტის საკითხები, არსებული გზისა და გზის გამტარუნარიანობის შესწავლა, მისი მდგრადობის შესწავლა და მეორე ეს იქნება უფრო გრძელვადიანი საკითხები, თუ როგორი ფორმით უნდა განვითარდეს ბოლოში პროექტი, რათა შესაძლო უხვი ნალექების პირობებში არ დავდგეთ იგივე კატეგორიის საფრთხის წინაშე. კომისია იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში. ხვალად შევიკრიბებით ზეგად, ორშაბათსაც, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებებამდე არ მივაყოთ. ექსპერტები გარდა გზის საფარის აღდგენისა, ასევე საუბრობენ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, მათივე განცხადებით უნდა დამონტაჟდეს სპეციალური აპარატურა მდინარე ვერეს ხეობაში, რომელიც შესაძლებელს გახდის რისკების პრევენციას, რომლითაც ამ აპარატურით ანალოგიური აპარატურა მე შეგახსენებთ, რომ არის დევდორაკზე დამონტაჟებული, შესაბამისად მეწყერის დროს არის გადაადგილება შედარებით უსაფრთხო, ვინაიდან სპეციალისტებს და შესაბამის სტრუქტურებს საშუალება აქვთ უფრო ადრე იპროგნოზირონ მეწყერი, ვიდრე ეს მოხდება. ტრამირებულია ქალაქი. ეს დღეს ხვალ დროებითი გზა უნდა აღწიეს, მაგრამ შემდეგ პერსპექტივაში შეიძლება უფრო უკეთესი გზის მოძებნა, უფრო კარგი კონსტრუქციები, მაგრამ დღევანდელ დღეს, როცა ქალაქი გაჭედილია და საცობები ცავსია, ეს დაზიანებული გზის მონაკვეთები ხვალ დილდამე უნდა დაიხსნას. უსაფრთხოების კუთხით ეს არის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, ეს კარგი მაგალითია იმისათვის, რომ ამ სისტემებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. დევდორაკზე იცით, რომ ჩვენ წავიწიეთ იმით, რომ ეს სისტემა და დიზაინი მოხდა და ეხლა მიდის ამაზე მუშაობა, აქაც იგივე გადაწყვეტილება არის. რა ქმედებებიც არ უნდა მივიღოთ, მშენებლობა, რეაბილიტაცია, გადაგეგმარება თუ რა, ყველაფერი ეს უნდა მიმდინარეობდეს უსაფრთხოების სისტემის გათვალისწინებით და ამის პარალელურად. სპეციალური კომისიის შეკრებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, უკვე ხვალ ექსპერტები და სპეციალისტები დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეიკრიბებიან. მადლობა, ის იყო გიორგი ფუტკარაძე.